ბატონო გაკი შეერაღებული გამოსვლის პოლიტიკური თუ სოციალური? შეერაღებული გამოსვლის მიზანი იყო პოლიტიკური მიზანი. უნდა გადამდგარიყო შევარდნაძე, აუცილებლად. შევარდნაძე მოვიდა მახვილი და მახვილი უნდა გადადგეს. თქვენს უკან იდგა თუ არა სხვა ძალა? ამბობენ რომ ყველაფერი რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. შაშულმა კი თითი აჭარისაკენაც გაიშვირა. ჩვენს უკან იდგა ის ძალა, რომელსაც ჩვენ ეროვნულ ძალას ვუძახით და გვედგა მარტო ქართველები. არავით არის რუსეთი, არავით არის აჭარა. შაშაშულმა თავის გამოსვლაში თქვა რომ ამოხებულები სიმპათიებს გამოთქვამდნენ აღორძინების და აჭარის ლიდერის მიმართ. მართალია თუ არა ეს? ეს მართალი იქნებოდა თვითონ ვუძახით ჩვენ აბაშიძეს, ბატონ აბაშიძეს, ის არის ეროვნული მთავრობის წარმომადგენელი, არის დანოსილი ბატონის ვიაზის მიერ და იმის შემდეგ ატარებს ეროვნულ პოლიტიკას. მთლიანად ყველა საქართველოში მცხოვრებმა, არაქართულმა და ქართულმა იცის რომ აბაშიძეს უნდა კარგი გააკეთოს საქართველოსთვის. და ჩვენ გვჯერა რომ აბაშიძემ ამ არჩევნებში მოიგო, მაგრამ გაუყალბეს არჩევნები და მგონი იმიტომ გავიდა მესამე ადგილზე. ცნობილია რომ შაშაშულმა თქვა რომ ასე ამბობდა, სად მიდიხართ ხალხო, აქეთ აფხაზეთი დაიკარგა, აქეთ ოსეთი, აჭარა იკარგება, აჭარას მიხვედეთ. აჭარა მართლა დაკარგული იქნებოდა, აბაშიძე რო არ ყოფილიყო, იქაც შეიჭრებოდა იტოვანი ჯარი და ჯაბაჯარი, მხედრიონი, იმის დავალებით შევარდნაძის, მაგრამ აჭარა გადაარჩინა, თვითონ ბაბუმ და აჭარელებმა გადაარჩინეს თავისი კუთხის ქვეყანა, მაგრამ რაც ვერ გადავარჩინეთ ჩვენ მეგრელებმა და დასავლეთ საქართველოს. შანშიაშვილმა ბრწყინვალედ იცის, რას აკეთებდა შევარდნაძე და ემსახურება შევარდნაძეს და ძამ უნდა რომ ისევ აერიოს ბათუმში ყველაფერი. მაგრამ მგონი ამას აბაშიძე არ დაუშვებს. შაშაშვილის განცხადებით ამბოხებულებს სისტემატური კავშირი ჰქონდათ ვიღაცასთან და დაპირისპირების შემთხვევაში ეს ვიღაც უნდა გამოსულიყო ტელევიზიით როგორც მომრიგებელი, შემრიგებელი. ამაზე რა სიტყვით ბატონო გაკი? შანშიაშვილმა ბევრი ტყუილი თქვა და ბევრსაც ამბობს ეხლაც დაწყებული თავიდან იმერეთის გუბერნატორი და შემდეგ ხალხს მისგან სიმართლე არ გაუგონია და რასაც ის ლაპარაკობს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ მედი არ ქონდა მარტო ხალხის, მარტო ქართველების. ჩვენთვის მუდამ ქართველი კაცი და თუ გამოვიდა და ტელევიზიით გამოვიდა და ეროვნული ხალხი გამოვიდა და კანონიერი თავრობის წარმომადგენლები, ვინც მიმართავდა ქართულ სერს და აუხსნდა რა ხდებოდა და რა მიზეზი იყო ჩვენი ამბების და ჩვენი წინსვლის. ბატონო გაკი, იყო თუ არა ინფორმირებული აჭარის ხელისუფლება შეერაღებული ფორმირების გამოსვლის შესახებ, ან თუ იყო ინფორმირებული, გაგიწია თუ არა რაიმე დახმარება? პირადად ბაბუმ ამაზე არაფერი არ იცოდა, როცა და აჭარას და თუ ბაბუ დაგვახმარებოდა, ალბათ ჩვენი საქმე უფრო კარგად წავიდოდა, მაგრამ არც ჩვენსგან და არც ჩვენი ჯარისკაცებისგან ბაბუს არაფერი ინფორმაცია მაშინ არ ქონდა. ბაბუ იყო ნეიტრალიტეტში და მე მგონი რომ გაეგო რომ ამას ვაკეთებდი, ჩვენ ჩემი ფიქრით დაგვეხმარებოდა. შაშაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თქვენთან ყოფნისას გიმსჯელიათ შევარდნაძის დამხობის შემდეგ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე, კერძოდ შაშაშვილზე, აბაშიძეზე და სხვებზე. რა სიტყოდით ამის თაობაზე? თუ ჩამოვარდებოდა შევარდნაძე, მაშინ შეიქნებოდა დროებითი თავრობა და მერე დროებითი თავრობა დანიშნავდა ნამდვილ კანონიერ არჩევნებს და გაიმარჯვებდა ბაბუ თუ გაიმარჯვებდა სხვა ეროვნული პიროვნება, ჩვენ ამას არჩევნები გვაჩვენებდა, მაგრამ შანშიაშვილი ყოველ შემთხვევაში გამორიცხული იყო. შანშიაშვილს როგორც გვიჩავდით ქუთაისში ალბათ მივახვდით, მაგრამ ეს უნდა გააკეთებინა ქუთაისელებს და არა ჩვენ. შვილი ამ კონფლიქტის შემდეგ თითქოს ყოველ ინტერვიუში ბატონო გაკი ერთ და იმავე სიმეორებს, რომ მან საქართველოს სიცხლისღვრას გადააჩინა და ჩვენი დროის გმირს. მართლა ასეა? შანშიაშვილი რო დაეჭირეს და რომ მოიყვანეს, მე მოვედი მე და შანშიაშვილი იქ რო იქცეოდა და რო იხვეწებოდა და ჩვენი დანახვის შემდეგ გინაღამ გული გაუსწრა და ტყუის სროლა რო ალყდა, ვაფშე ტალახში ჩაწვა და ამოზლიქნილი იყო კამეჩივით და იმის რაფლის გადახსნელი და ხსნელი მაგი არ არის, უბრალოდ ჩვენ ბრიგადამ, ტანკის ბრიგადამ, რომელიც ჩამოიყვანეს თბილისიდან და ჩვენ არ გვინდოდა სისხლისღვრა. და ლაპარაკი შანშიაშვილის იმაზე რომ გადაარჩინა საქართველოს ტყუილია. ბატონო გაკი, იმასაც ამბობენ, ესე თვითონ შაშაშვილი ამბობს, რომ თვითონ აი ამ დროს, ამ პერიოდში თქვენ ვიღაცამ ტელეფონით დაგიკავშირეთ და გითხრათ, რომ ჩამოდის ბათუმში იგორ გიორგაძე და ამან თქვენ მეტი ძალა შეგმარტათ და მე უფრო დიდი, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებით შევდექით აი თქვენ საქმის კეთებას.
ну ეს ტყუილია იმიტომ რომ ერთი და ტელეფონი მე არ მქონდა ტელეფონი პირადად მას მქონდა და მაგილაპარაკობდა ჩვენ მაგის ტელეფონის არ ჩამოგირთმევია პირადული რაც მქონდა თავისთან მაგას იმის ნიფტები არ მოგვიღია და რეკავდა სადაც უნდა და როგორც უნდა და მე არაფერი კავშირი არც ბათუმთან არ გიორგაძესთან გიორგაძეს ბზანებით ცემე ზედაჩემი და მე გიორგაძესთან მის შემდეგ არავითარი კავშირი მე არ მაქვს მე მგონია რომ გიორგაძე ბევრად არჯობია შევარდნაძეს მაგას თავისი პოლიტიკა აქვს ჩვენი ამბავი გვაქვს და ის აკეთებს რაც უნდა და როგორ უნდა. მაგას ბევრი რაღაცა საქართველოსთვის არ გაუკეთებია. დარბოდა არჩევნების დროს და არბებდა ისევე სამეგრელოს და დასავლეთ საქართველოს. და რაც მოაწყო, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ძალით გააკეთა, ნებით გააკეთა, იცოდა თუ არა შევარდნაძემ რომ აფეთქებდა მაგის შევარდნაძეს, მაგრამ გიორგაძესთან ჩვენ არავითარი კავშირი არ გაქვს. თუ შევარდნაძეს თუ უნდა გიორგაძეს დაეჭირა, როგორც დაეჭირა ეროვნული ხალხი, სვიატის მომხრეები მოსკოვში ისე დაეჭირდა მაგას, მაგრამ დღეს შევარდნაძეს და მის გუნდს და მის მაფიას როგორც არის შანშიაშვილი, არ აწყობთ გიორგაძეს დაეჭირა. ჩვენ ისიც ვიცით რომ შანშიაშვილმა უბრძანა და თხოვა პრეზიდენტს რომ როგორმე დაბომბეთო ჯერ ხონი და მე რა თქმა უნდა ყველაფერზე რათა გაემარჯვებინათ. და მაგისტრის ერთი ქართული მოხდებოდა თუ ორი ქართული ბევრი მნიშვნელობა არ ჰქონდა. კიდევ მინდა დავუბრუნდეთ ბატონ აკაკი თვითონ აჭარასთან ურთიერთობაში თვითონ აი ამ ამბოხების დროს როცა ეს დაიწყო ყოველ ესე იგი პირველ რიგში რა განცხადებაც გააკეთა შაშაშვილმა ის იყო რომ პირველ რიგში თითი მიუთითა რომ ეს ყველაფერი იმართებოდა აჭარიდან. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ამის შესახებ რო გითხრათ. ნუ როგორც განვაცხადე ჩვენ აჭარასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა პირადად ბაბუს მე პირველად არასდროს არ შეხვედრი არ ვიცნობ უბრალოდ მაგ ბაბუს მიმართ დიდი სიმპათია ვაფასებ მას როგორც ეროვნულ ადამიანს მაგრამ იმასთან არაფერი ურთიერთობა ჩვენ არ ჰქონდა. იყვნენ ახლა ბიჭები ზოგიერთი ბათუმიდან იყო ჩამოსული, მაგრამ მე მგონია რომ არც ისინი იყვნენ იმასთან აბაშიძესთან ახლოს, არც ისინი იყვნენ დაახლოებული აბაშიძესთან და არც იყვნენ მისული, არც შესული და არც არაფერი. ჩვენ აბაშიძესგან არაფერი არ ჰქონდა, გაროჩი. ჩვენ ჰქონდა ერთი იმედი რომ თუ ჩვენ შევიდოდით თბილისში, აბაშიძე ჩამოვიდოდა როგორც ერთ-ერთი ქართველი ყველა ქართველს შეუძლია და ნება აქვს ჩამოვიდეს თბილისში, როგორც მოქალაქეს და როგორც ქართველი. აი ეს განცხადება შაშიაშვილის ბატონო აკაკი რომ ოსეთი დაიკარგა და აჭარას მივხედოთ ესე იგი ეს ხო არ იყო თქვა იმისკენ ბიძგი რომ აი რა გინდა თქვა აქ იბერეთში და წავიდეთ თქვა აჭარაში აი ამის გამოძახილი ხო არ იყო ну შეიძლება რა გულში შანშიაშვილს რა აქვს მე არ ვიცი მაგრამ მე ვიცი ერთადერთი რომ ეს აფხაზეთი რო დაიკარგა ესიც შანშიაშვილის ბრალია და მისი გუნდის ბრალია და ოსეთის რო დაკარგულია შიდა ქართლი რო იკარგება და ეს ყველაფერი მაგათი ბრალია და იმითი გუნდის ბრალია დღეს არავინ არ ფიქრობს იმაზე როგორმე გადაარჩინონ საქართველოს ყველა ფიქრობს იმაზე რომ როგორმე რაც ფული ისევოს შეინარჩუნონ და თუ არჩევნებში გამოდიან მაშინ ჭირდებათ ქართველები მარტო ხმა რომ იცენ თორემ არც ერთი არ არის დღეს იმისთანა ხალხი შევარდნაძის გარემოსვაში ვინც ფიქრობს საქართველოს და ქართულ გლეხზე ან ქართულ მუშაზე ყველას მაგრამ რაც თავარია აბაშიძე არის პიროვნება რომელიც მათ დაიცვა როგორც გამართეთ უკვე ჩვენ აჭარა და ჩვენ გჯერა რომ აბაშიძე თუ ნებას მივცემ საქართველოსაც დაიცვავს და დაებრუნებს იმ დაკარგულ მიწებს რაც დაკარგა უკანონო მთავრობა ბატონო აკაკი, აი მე ბოდიშს გიხდით, იმდენად საინტერესოა თქვენთან საუბარი, მე კიდევ მინდა შეკითხვები დაგისვათ. თქვენ შაშიაშვილის პრესკონფერენციას სატელევიზიო პირდაპირ ეთერს რა თქმა უნდა ვერ უყურეთ. როცა მან ბრალი დასდო, ასე ვთქვათ, აღორძინების კავშირს და პირადად თქვენზე თქვა, რომ აი იქო არც ერთ პარტიას პატივს არ მიაგებდნენო და არც მხოლოდ აღორძინებას და მის ლიდერს ემდნენ პატივსო და თქვენ გქონდათ მასთან ამის საუბარი, რომ ასეთი საუბარი? პირადად მე მასთან საუბარი არ მქონია პირველი შესვლისთანავე ჩვენი შეხვედრა არც ხელი ჩამორთვით იყო просто გავახსენე რომ მე მაგი მილების კურსს მეძახდა ის მილები დღესაც აწყვია სენაკში და ჩვენი არ დაგიღია ლაპარაკი მაგასთან რომ ვინ გადაარჩენდა რას გააკეთებდა არავითარი არ იყო უბრალოდ თუ იყო ლაპარაკი იყო რომ ყოველას დღესდღეობით ყველა გუბერნატორია თუ დანიშნულია ვინც დანიშნა შევარდნაძეს იმისგან განსხვავებით აბაშიძე არის დანიშნული კანონიერ მთავრობით და წარმოადგენს პრობლემებს, რომელსაც პირადად მე და ჩემი ბიჭები ცემენ პატევს. თორემ დანარჩენი რასაც შანშიაშვილი ამბობს, ეს არის ყველაფერი ტყუილი. მე მაგასთან ლაპარაკი არ მქონია. და თვითონ ბატონო აკაკი, შაშიაშვილის ფაქტორი აი ამ ამბოხებაში, საიდან გამოიკვეთა, რატო თქვათ წამოვიდა მისი გვარი ამ ზედაპირზე, თქვათ, გახდა ასე თქვათ, თუ რა თქმა უნდა თვითონ გაიხადა თავი გმირად, მაგრამ მაინც ახლა დარჩა აი ამ ამბოხების ერთ-ერთ გადამრჩენად, ამ შემთხვევაში საქართველოს გადამრჩენად შაშიაშვილი. კიდევ უფრო დეტალურად ხო არ მოგვიყვებოდით მის აი ამ თქვათ მის აქცენტს, საიდან აკეთებს ამ დასკვნებს თვითონ შაშიაშვილი და თვითონ როგორ იქცევოდა აქ და მართლა ასე გმირი და ვაჟკაცია?
ნუ პირველად ყოვლისა მაგი დაიჭირა იმ კალონამ, რომელიც მიდიოდა ქუთაისისკენ ჩერესამდრედით, მაგრამ მე შევხვია და ისევ შემოვიდა ჩვენთან ხონში, ჩვენ შევხვდით ხონში, უნდა შევხვდარეთო ერთმანეთს ქუთაისში, მაგრამ რა მოხდა ეგ ვერ გავარკვიეთ, მაგრამ რო შემოვიდა, იქ გზაში დაუჭერიათ, იყო შეშინებული, მოქონდა კასეტა, სადაც ცოტა უგად იხსენიებს მეგრელებს, შემოვიდა ვიღაც ბანდა, რომლებიც ლაპარაკობენ მეგრულ აქცენტად და ჩვენ ამას შევაჩერებთო, ეს ქონდა იმას ჩაწერილი კასეტაზე, ეს კასეტა ჩამოართეს მაგას, მე შევედით, მე ცოტა 2-3 სიტყვა ხიანად უთქვია, მაგრამ ჩვენ დანახვაზე და როგორც კი აუხსენეთ, რომ მე ზვიადისტი ვარ და კანონიერი თავრობის წარმოადგენელი ვარ, იმის შემდეგ მაგას ჩემთან საერთოდ ხმარა მოუღია. რასაც ის ამბობს, რომ მე ვარო გმირი, ჩემი ფიქრით ეს არის ტყვილი. გმირი კი არა, გავდა შეშინებულ გურდღელს. და არაფერი კარგი არც აზრი მაგის არ ქონია, იმას ჰქონდა ერთი აზრი, როგორმე გადარჩენილიყო. მაგრამ წინ რო წავიწიე და გუბისწყლამდე რომ მივედით და როცა თავრობამ პირველად გახსნა ცეცხლი და მიხდა რომ არ შანშიაშვილს დაიდომდნენ იქ და არც სხვა გენერლებს და მინისტრებს ვინც ჩვენთან მოდიოდნენ, ყველა მიხდა რომ ჩვენ უფრო სწორები და უფრო მართლები ვიყავით, ვიდრე ისინი ჩვენ არ გამწირეთ ეს დაჯერილი ხალხი, ტყვე არ ვესროლა და თავრობამ სროლა დაუწყო. აი მაშინ შანშიაშვილი მიხდა რომ ჩვენ მართლები ვიყავით, მაგრამ გმირობა მაგას არაფერი არ ჩაუდენია. მაგის გმირობაზე ალბათ თვითონ გახოგიძე ილაპარაკებს, როგორ ჩავარდა წყალში, როგორ ამოვიდა იქიდან და როგორ დასული დარბოდა და ეხვეწებოდა ბიჭებს, როგორ მე აქედან გამიყვანეთ. ყველაფერი ბლეფია, რასაც შანშიაშვილი ამბობს გმირობაზე. უბრალოდ ჩვენ შევჩერდით, ჩვენ არ გვინდოდა სისხლის ზღვრა. როგორც თქვით, უკვე არ გვინდოდა ქუთაისის დანგრევა, ქუთაისში შევიდა ჩვენი 2 ტანკი, იყო ვარიანტი სხვა ტექნიკაც შეგვიყანა, მაგრამ მოდიოდა ჯარი, დაგვიყენეს წინ კოდას ბრიგადა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტანკებით და მათი ტანკები ჯობდა ჩვენ ტანკებს და ჩვენ იმიტომ შევჩერდით და იმიტომ დავბრუნდით უკან რო არ დავყარეთ სისხლი. არ გვინდოდა ქართველთა სისხლის დაღვრა. მაგრამ შანშიაშვილის აქ არაფერი ეს არ გაუკეთებია ვაჟკაცებმა. გახოგიძის შესახებ ხო არ გვეტყოდეთ? ნუ გახოგიძე პირველად ჩვენთან მოვიდა როგორც სტუმარი, ის არ იყო დაჯერილი ჩვენთან, просто იყო დარჩა ცოტა ბევრი ხანს დარჩა. გახოგიძემ და პირადად თვითონ გახოგიძემ მისმა მოადგილემ ჟვანიამ, როცა სრულად დაიწყო ვაჟკაცურად შეხვდნენ ამ ამბავს. ახლა არავის არ ხაროდა ეგ სიკვდილი, არც მაგათ უხაროდათ, მაგრამ რამსთავარია ისე არ იქცეოდნენ როგორც შანშიაშვილი. მაგი იყო შეშინებული შანშიაშვილი, მაგრამ გახოგიძე თვითონ პირადად ამ სროლებს ვაჟკაცურად შეხვდა. და ბატონო გაკი, კიდევ ეხლა შეიძლება მოგაბაზრდეთ თავი მაგერთა იგივე შეკითხოთ, მაგრამ ესე იგი, აჭარის ხელისუფლების მხრიდან ან რაიმე ტექნიკის დახმარება, ან მათი ინფორმაციაში ყოფნა ამ შემთხვევაში, თუ როცა დააპირეთ ამბოხების შეტყობა, ეს პრაქტიკულად ასე ვთქვათ, არ იცოდა აჭარის ხელისუფლება. არა. არაფერი არ იცოდა აჭარის ხელისუფლება, ჩვენსგან არაფერი არ იცოდა. არ იცოდა იმიტომ, რომ ერთი და ჩვენ ცოტა გვიჩქარებოდა, მიდიოდა პროცესი, რომ უნდა დაეჭირათ საარჩევნოდ ყველა აქტიური ზვიადისტი, იყო შანსი, რომ 20-ში ან 21-ში ამიყვანდნენ მე და იმიტომ ეს ოპერაცია ცოტა ნაჩქარები მოხდა. მაგრამ ნაჩქარები რო არ ყოფილიყო, ჩვენ ბაბუს მაინც არ ვეტყოდით ამას. არა იმიტომ, რომ გვეშინოდა, უბრალოდ ჩვენი თავისი მედი ქონდა და ქონდა იმის იმედი, რომ თუ მოვიგებდით, ბაბუ იქნებოდა ჩვენთან. რატომ და ბაბუ არის პროგრესიული ადამიანი, ნაღდი, ალალი ქართველი, რომელსაც უნდა გააკარგოს კეთილდღეობა. და ჩვენ ამიტომ გჯერა, რომ ბაბუ ჩვენთან იქნებოდა, მაგრამ არაფერი გავშერი, არც ტექნიკის, არც ფულიც, არც თავშესაფარი, მე ეხლაც არ მიძებნია აჭარაში და არ ვეძებ, და არც მithოვია ბაბუსათვის, რომ დამეხმაროს რამეში. ბატონო გაკი, ჟვანიამ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ის ინფორმირებული იყო, რომ თქვენ ამას აპირებდით. რამდენად რეალურია ახლა, მე თვლად ამაში რეალობას ვერ ხედავ. ახლა ტელემაყურებელი მაპატიოს და ჟვანია ზუზახიან პიდარასტიაო და მაგი რას აკეთებს და რა სიტყვის ჩვენ მაგის არ გჯერა. რო ცოდნოდა ჟვანიას და რო შევერდნენ და შევარდნეთ ჩვენ რომ მოვდივართ, მაგი და ისინი მეტ ზომებს მიიღებდნენ და ჩვენ სანაკიდან არ გაგვიშვებდნენ ქუთაისამდე. რას ეტყოდით ტელემაყურებელს, ბატონო გაკი? ტელემაყურებელს ეტყოდით იმას, რომ ეს თავრობა ეს შევარდნაძე არის ძალით მოსული, ყველა ქართველი, ვინ საქართველოსზე ფიქრობს, უნდა დადგეს ჭეშმარიტ ქართველებთან, ვინც იბრძვის შევარდნაძის წინააღმდეგ. შევარდნაძე თავისე და რაზროს არ წავა, მაგი ატყულებს ქართველებს, გაყიდა მთელი საქართველო, გაყიდა აფხაზეთი მთლიანად, გაყიდა სამაჩაბლო, ყიდის ქვედაქარს, სადაც უკვე არც ქართული დროშად ფრეალებს, არც ქართული ლარი დადის, არც ქართული ფული დადის და ჩვენ გონია მალე როგორც იმას უნდა და ჩვენ წინააღმდეგ სომხური და აზერბაიჯანული ჯარი შემოიყვანა, ისე
ალბათ დაკარგავს იმას, როგორც დაკარგავს სხვა რეგიონი, короче, თავრობა უნდა გადადგეს და ხალხი, მოსახლეობა, ქართული, ნამდვილი ქართული, რომელსაც საქართველოს ქართველებისათვის უნდა მოგიდგეს ჩვენ. ჩვენ ყველა პარტია ცემს პარტიის, გარდა ერთ პარტიისა, რომელსაც მონათა კავშირს ეძახიან, ეს არის დამღუპელი პარტია, როგორც გერმანიამ წააგო და მოსპეს SSL-ები გაანადგურეს ფიზიკურად, ყველა წევრი, ვინც დღეს ითვლება მონკავშირში, უნდა გაანადგურდეს ჩვენი აზრით. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პავლე, თქვენ ელიევას რასში ხართ ახლა და აი რატო ხართ, რამ განაპირობა თქვენი აქ ყოფნა და საიდან ხართ? მე ქართლიდან ვარ. 99 წლიდან დაწყებული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში. სამაჩაბლოში ვარ ნაუმარი 3 წელიწადი აფხაზეთში. შემდეგ კიდევ ლოთიქობალიასთან გახლით. ამ ხუნტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ომმა რაც მე გამოვიარე და უბედურობამ ალბათ საწინააღმდეგოთი მოქმედ ამაზე რა გემიყვარდა პრეზიდენტი იმის შემდეგ დამიწყეს ზევნა 93 წლის შემდეგ ერთი ბილიკი მაქვს დარჩენილი სამეგრელო და ქართლი მოვდივარ მასაკე დამდებენ ტერაქტი მოხდა მომაკითხეს სახში ვიღაცა ტყვიას გაისრო და ჩემთან გამორბოდა მილიცია ნუ ერთ სიტყვით ისეთი პირობები შემიქმნეს რომ ქართლში ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა რაც შეეხება ახლა რაც ბატონმა გაკიმბრძანა მე ამ კაცს ვეთანხმები ჩემ გულში და ბევრის თვალში აკაკი ელიევა ეროვნული გმირია და სანამ ეს კაცი ცოცხალი იქნება და ეროვნულ მოძრაობას ამ თავრობის წინააღმდეგ სათავეში შედგება ყოველთვის ამ კაცთან ვიქნები და ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ ამ კაცს არაფერი დაემართოს ვიცით რომ გადაწყვეტილი ელიევას მოსპობა და მისი ხალხის დამარცხება ჩვენ არ დაუშვებთ ქართველო ხალხო, ყველას მოუწოდებთ ჩვენ ბიჭებს, რომელიც დღეს დღეში არიან, ყველა დევნის, ყველას უნდა რომ საქართველო იყოს ლამაზი და ტკბილი, თავის ხალხთან ვერ მიდიან, თავის ხალხს ვერ უდგებიან გვერდით, იმას ყველას მოუწოდებთ რომ ამ ხალხს დაუდგეთ გვერდით ყველა დაუდგეთ. გვეყოფა სისხლისღვრა, გვეყოფა ამ დღენი ტანჯვა, წამება, ამ სისხლიანი მთავრობა რომელიც დღეს არის და დღეს ეს მთავრობა რომ მართავს და ყველა ხალხს ინფორმაციას აძლევს რომ ვითომ მოღალატეების ზიადისტები არიან ეს ასე არ არის. ყველას მოუწოდებთ ყველას დავდგეთ ერთად და რამეფრად გადავარჩინოთ საქართველოს. ყველას ჩვენ გვაძლევთ იმედს ყველა საქართველოში მცხოვრები ხალხი რომ შევიერთდებით ამ ხალხს და ყველა ერთად გავალთ ტყეში და ყველა ერთად ავიღებთ იარაღს, ცულს. ყველაფერს და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ რამეფრად გადავარჩინოთ ხალხი ტანჯვისგან, ამ ტანჯვისგან. ყველას დიდი მადლობა. ბიჭების ნათქვამს მინდა დავამატო 2 სიტყვა ესე იგი ვინც აქტიურად თუ პასიურად მონაწილეობდა ამ 19 რიცხვის მოვლენებში არიან აყვანილები რამდენი პიროვნება არიან სასტიკად ნაცემები ოჯახის წევრებზე ახდენენ ზეწოლას და ჩვენ კიდევ გვემუქრებიან ფიზიკური განადგურებით მაგრამ ის ნუ ავიწყდებათ რომ ერთი კაცის ადგილას და უშუალოდ ფიზიკურად რო გამანადგურონ ჩემს ადგილას 5 ახალი მოვა ვისაც მე უყვარვარ ვინც მე მიყვარს და ეს შეიძლება გაუთავები რამდენიმე წლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდოს შეიძლება დამღუპელი გამოდგეს ეხლანდელი უკანონო მთავრობისგან რომელიც სისხლით მოვიდა მე მის მომწრეც ვარ 91 წლის მონოლეში ბუნკერს რო ეძახდნენ იქიდან დაწყებული იარაღი გვიკავია ისიც ნუ დაავიწყდება რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ იარაღი ხელიდან არ გაგვიშვია და არც ისე ადვილია ჩვენი განადგურება მე მინდა მივმართო ყველა ქართულ მოსახლეობას ტოლებს უნდა მივმართო კიდე ნუ დაავიწყდებათ გალის მოვლენები რაც მოხდა გალში ესე იგი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბრძოლის მერე მე ვიყავი ჯგუფის უფროსი დაგვიკავშირდნენ იმით რა ქვია რაციით და გვითხრეს მაქსიმალური გაკეთებულია ტყვია წამალს ვერ მოგაწვდით ხო და უნდა გამოხვიდეთ ესე იგი თუ ტყვია წამალს ვერ მოგვაწვდნენ მაშინ რაზე დაიღუპა ამდენი ხალხი რაზე დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა რომელსაც აფხაზეთში
თავიანთ სახლთან ერთად წვავდნენ. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ბატონი ქვარაია თუ ბატონი ქვია მაგას, თუ ითქმის მაგაზე, ბატონი ერთ-ერთ სტადიაში წერს, რომ თითქოს ჩვენ თავდაცვის სამინისტროში რო ვიყავით უდიდესობების გამო, იმიტომ გაგვანთავისუფლეს და არავითარი ზეწოლა არ ქონიათ მთავრობისგან. თუ ჩვენ უდიდესობნი ვიყავით ერთი წლის განმავლობაში, რათა ხეობაში, რატო ვიყავით მივლინებული 7 კილომეტრი პოზიციები წინ წავძიეთ და ამის მერე უკანა გზა რომლითაც სურსას გვაწვდიდნენ აგვიფეთქეს. ამის ფაქტები არის, ვისაც ჭირდება ამის დამამტკიცებელი საბუთებიც არის და 2 კვირის განმავლობაში ანკესით თევზს ვიჭერდით ხეობაში და იმით ვიკვებებოდით 35 კაცი. ქვარეას რატო ავიწყდება ისიც, რომ იქ ხელფასი, რომელიც ჩვენთვის თითოეულ კაცზე $40 იყო მაშინ განკუთვნილი, ფულზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ეს რომ მიითვიცა და რომ შეჯამა და ეს რომ მოვთხოვეთ, მაშინ მოხდა ჩვენი შემცირება. მეორე კიდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავით სენაკის ასეულში. აქ კიდე ჩვენი შემცირება მოხდა ისევ ზეწოლაზევიდან და თითოეულ კაცზე 400 ლარი ისევ იქნა მითვისებული. ახლა ყველანაირად დამცირებას განვისდით მთავრობისგან, მაგრამ 19 რიცხვის მოვლენები ამით არ არის გამოწვეული. 19 რიცხვის მოვლენებით ჩვენ გვინდოდა და ეხლაც გვინდა საქართველოს გადარჩენა. სანამ ეს მთავრობა ხედავთ, რომ საქართველოს იყიდება თავის მიწიან მოსახლეობიანად. თუ გვინდა ქართველიერი რო გადავარჩინოთ, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საქართველოს ჭირდება.